სახელითა მამისათა დაზისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღესასწაულს ეს საკითხული სახარება მოვისმინე განღვეული აღადგინა. იქ არისეულებმა რჯულის დამცველებმა დაიწეს ლაპარაკი როგორ შეიძლება შაბათ დღეს საერთოდ რამის კეთება. განღვეული აღადგინა. გარდა ის იყო დიდი ხნით პატარაობიდან საწოლს მიჯაჭვული და წοφილი თეონება სილვანის ამ საბანელში ვერ ყავს მე თანაშემწენი რომლებიც ესე მიმიყვანენ და ამ წლის ამღვრევის დროს ჩამაგდებენ აუში რომ მე განებო და ამ დროს ეუბნება ადეკი აალაგე ცხედარი შენი და ვიდოდე მშვიდობით და ამას მოყვა მთელი ეს განკითხვა სხვა ადგილას კიდევ და ეუბნებიან ვინ იყო ის ვინც ეს გააკეთა განღვეულმა ცნა რომ ეს არის იესო ქრისტე მისი სახელი სხვა ადგილსაც ამბობს სახარება როდესაც სახურავი ახადეს იმხელარს მენა ქონდა დარდომულ ადამიანს რომ თავის თანხლებებს უთხრა რომ სახურავი აეხადა და იქიდან ჩაეშოთ უფალთან უგოლმა განკურნა ისიც რა თქმა უნდა ის ამას აღასრულებს ჩვენს მიმართ ჩვენ და მიმართ სიყვარულისა გამო 60 კულოში პეტრე მოციქულის და ესეთი ამბავი არის მოთხრობილი მიდის ქალაქში და შეხვდება ერთ ადამიანს რომელსაც სახელად ჰქვია ენია კაცი რომელიც ასევე დარდომილი არის და საოცარ ამას ეუბნება პეტრე დარქვა მას განღვეული დარქვა მას პეტრე ენია განკურნებს შენ უფალი იესო ქრისტე აღზრდ და გარდაყარე სარეცელნის შენ და მეწეულად აღზრდ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოციქულებიც კი თვით მოციქულებიც კი არ ამბობენ რომ ჩემით ვასრულებ ამას და ეუბნება პეტრე დავდომს იესო ქრისტე განკურნებს შენ და მე კი გეუბნები ადექი და აალაგე საწოლი შენ ეს ყველასთვის საცნაური მაგალითი უნდა იყოს თუ რამ მოგვეცა ყველაფერი მოგვეცა უფლის მიერ ჩვენით არაფერი არ შეგვეძლია მოციქულებმა რომელთაც მხოლოდ უბრალო მეთევზეები იყვნენ და განათლება არაფერი არ ქონიათ არც ფილოსოფია იცოდნენ მათ ყველაფერი ღვთით მიიღეს იყვნენ ადამიანები წმინდანები რომლებაც ასევე არაფერი არ ქონიათ არანაირი განათლება მაგრამ მათ პირდაპირ ღვთისაგან მიიღეს ეს საფრთხო სიბრძნე და განათლება ესეთი ბევრი იყო მარიამ ეგვიპტელი სიმონ მესვეტე და ბევრი უდაბნოში გასულები 90 წელზე მეტი ცხოვრობდნენ და ყველაფერს ღვთისგან ისმენდნენ იმ საფრთხო სიბრძნის შესახებ რომელიც ასევე მოციქულებმა მიიღეს და ყველა იმ ადამიანმა რომელიც დაბალი იყო მორჩილი იყო უფლის ნებისა და ამსრულებელი იმ ცნებისა რომელსაც უფალი ქადაგებდა და როცა რომ ნახეს ენიას ესეთი განკურნება ყველას გაუკვირდა და მოიქცეს უფლის მიმართ ანუ გახდნენ მოწუნენი და მოციქულთა სიტყვისა მსმენელნი და ამსრულებელი და იქ ორი ქალაქი ერთმანეთთან ახლოს იყო და ერთი მართალი ალბათონი იყო ქვრივებთან ერთად იყო და აღასრულებდა ტაბითა ერთჩენიერ დღეს გახდა ავად და გარდაიცვალა საოცარია აქ დამოკიდებულება ამ ადამიანებისა საფრთხო მადრის მატარებელ ადამიანთან მიმართებაში ჩვეულებრივი დაიყო დღეთა მათშინა დასნეულდა ტაბითა და მოგდა რა გაიგეს რომ პეტრე მოციქული ახლოს იყოს ახლო იყო ლუდი და იოპე ერთმანეთთან ახლოს იყო მაშინ მათ შეუთვალეს პეტრეს ვითარმედ ნუ გწონის ანუ ნუ დაგეზარება მოსვლად ვიდრე ჩვენამდე ჩვენ ქალაქამდე და აღზრდა პეტრე და წარვიდა მათთან რომ მოესმინა შემოიკრიბნენ ეს ადამიანები
ძალიან გული დასმიდა ტაბითას, მართალი ტაბითას გარდაცვალებამ და უხსნიან თუ რას აკეთებდა, რა ხელას საქმეს აკეთებდა და აჩვენებდნენ მის ხელს საქმეს. და აი პეტრე მოციქული იქცევა იმ ოთახში, სადაც განსვენებული არის, იქიდან დაითხოვს ყველას. და პეტრე დარჩება მხოლოდ აი ამ ოთახში, იოსებს ღვთის წინაშე და შემდეგ მიუბრუნდება ტაბითას და ეუბნება. ტაბითა ააზდება და მან მეწეულად აღიხილნა თვალნითვისნი, ანუ გარდაცვლილმა უცბად გაახილა თვალი. მაშინ პეტრემ ხელი გაუწოდა, წამოაყენა გახსნა კარები და შემოიყვანა ყველა. რატო არის ეს ჩვენთვის კიდევ ძალიან საყურადღებო? როგორც უფალი, თქვა დიდი სასწაულის მერე 5000 რო დააპურა, ნავი მოითხოვა და ზღვაში გავიდა ერთ შემთხვევაში, მერე უდაბნოში გავიდა, მთისორზე ავიდა და იქ დაიწყო ლოცვა. ანუ სასწაულს აღასრულებს და მერე კაცთა დიდებასა და პატივს რომ გაექცეს, მიდის და აი უფლის წინაშე იწყებს ლოცვას დაფარულში. ასევე დაფარულში ლოცულობს, როდესაც ის სასწაულისთვის ემზადება. ოღონდ მისი ლოცვა გულში თუ აღესრულება, ამას გულთამხილავი უფალი სამება ხედავს. და აი, როდესაც აღადგინა ტაბითა, ოთახიდან დაითხოვა ყველა, გახსნა კარები და შემოიყვანა. არავის არ დაუნახია, როგორ ლოცულობს და როგორ ევედრება უფალს, რადგან სათნო, ღვთისათნო საქმე დაფარულში აღესრულება. შემოიყვანა და შედეგი ნაყოფი ანახა ამ ღვთის წინაშე თავდაბლობ დაფარულში აღსრულებული კეთილის ნაყოფი. რადგანაც ვინც ამას საქვეყნო ტიპს, ის პროდ კაცობრივ პატივს ელის და ითხოვს. ხოლო მოციქულები სხვანაირად გვასწავლიან. ჩვენც მსგავსად წმინდანებისა, მოციქულებისა, აგილოზებისა ვითხოვთ უფლისაგან შეძენას. არა პატივის მისაღებად, არამედ იმ განსაცდელის ასარიდებლად, ადამიანთა შესაძლებლად, თითოეული ჩვენთაგან, რომელიც ჩვენს გარშემო არიან. და ვიცით რა, როგორც მოციქული ამბობს, თქვენ მორწმუნეთა, იმ მორწმუნოთა განსაცდელები იტვირთეთ, ხრებზეთ და ესრეთ აღასრულეთ რჩული იგი ქრისტესი. ჩვენი ვალი არის ღვთისადმი, თავდაბლობით, ერთგულებით მცნებების მიმართ და არანაირი თავმოწონებით მსახურება უფლისა, რომლის სანაცვლოდ ღმერთი გვაძლევს მადლს. მადლი რა შეიძლება იყოს? განსაცდელთა თმენის უნარი და ყველანაირი განსაცდელის სიხარულით მიღებისა და სხვანაირად ღმერთი არ გვაძლევს გამარჯვებას. მამები ყვებიან ერთ უდაბნოშიო, მონაზვნები ცხოვრობდნენ და წინამძღვარმა ერთ მორჩილს უთხრა, რომ მიდი და ეს საქმე გააკეთება. და მან ძალიან უკმეხა უშველად წინამძღვარს შეეპასუხა და ცუდის სახელის კი უწოდა. ძაღლი და ყველანი ვინც იდგნენ მათ გარშემო ძალიან შეწუხდნენ. და წინამძღვარმა გაუღიმა და უთხრა, მოდი ახლა შენ ჩაიდალიე და შაქარი მისა და რა კარგია რომ ეს იყო დამიძახე. და მივიდა და ეამბოლა. და ამ ადამიანს მორჩილს შერცვა გაწითლდა, დაეცა მოხდა შენდობას თხოვა. იმის შემდეგ ის ზარმაცი მორჩილი მონასტერში შეიცვალა მთლიანად. ღმერთს ვთხოვთ, რომ მოგწეს გულისმის ყოფა და სიბრძნე, გონიერება, რომ ყველაფერს, რასაც ის დაუშვებს თავისი წმინდა და კეთილი ნებით, გჯერა და გწამს. და როგორც ის ამბობს, ეუფალო ჯერა, რასაც ითხოვ, რასაც მეუნები და რასაც ვითხოვ, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას, რომ აი ამ ჩვენი სუსტი სარწმუნოების გასამტკიცებლად ყველაფერი სიკეთე, რასახითაც არ უნდა მომდეს. ღმერთს ვთხოვთ, რომ მივიღოთ როგორც ნება ღვთისა. ვინც ესეთად იფიქრებს, თავსაც დაიცავს და სხვასაც გადაარჩენს. ღმერთმა ინებოს,
ჩვენი ყველას ერთად სასუფეველოში ყოფნა, რადგან ჯერ კიდევ აღდგომის დღეების სიხარულს განვიცდით და ჯერ კიდევ ვესალმებით ერთმანეთს. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.